ირაკლი იაკობიძე და 39 გელას ადღობელაშვილი, 3 ნახევარმცველი, 8 ცოტნე ბერელიძე, 22 ნიკანინოა და 26 აბდულა იორო. ფეხბურთელი არის საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ასისტენტი, მისკენ ჩაწოდდა სწორედ ეს ბურთი, თუმცა შეტევაში დაირღვა. მცველია, გოლებიც გააქვს, ბოლო მატჩებშიც იყო გამოძახებული და თამაშობს პარალელურად იბერია 1999-ში და სხვადასხვა ხშირ შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზია მამაგეიშვილი აქტიურობს კიდევ ერთი კარში ზუსტი დარტყმა და გიორგი ლორია იჭერს და დინამო თბილისის მარჯვენა ფლანგს დაცვისას შეექმნა პრობლემები, ჩაწოდება გავიდა საჯარიმოში ეს პასი ზოური, კერდით ჩამოიღო და არტყა ლორია ისე. გიორგი ლორია დინამო თბილისის საუკეთესო ფეხბურთელია ალბათ ისედაც, მაგრამ შემტევი ნახევარმცველი იქამდე ეს კომბინაცია ვნახოთ, ქარდავა მამაგეიშვილი საჯარიმოს გარედან ზოურის დარტყმა ძლიერი, მაგრამ ძალიან არაზუსტი. ლილება მასპინძელთა რიგებში სტუმრებს 2 შესვლა აქვს განხორციელებული. ჯინჯოლოვამ ჩააწოდა იაკობიძე აბურცე პირველი, გაგრძელება ექნება მასპინძელთა შეტევას. ხორხელი დარტყმა კავის მიმართულებით, ლორია დამატება და გავიდა გოლი, თუ თამაშგარე არ არის ეს გოლი ითვლება წაგანია გოლის ავტორი და იბერია 1999 შეიძლება საჩემპიონო გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გოლი გააქვს, რადგანაც როგორი მნიშვნელოვანია მათთვის ეს მატჩი. მნიშვნელოვანი გოლია, ოღონდ ჯერ ამ გოლის ჩათვლის ამბავი და მერე კიდევ დრო იქნება წინ. ხორხელის დარტყმა ვნახეთ, ლორია მოიგერია და შემდეგ დასწრებაზე პირველი არის ცვლილებაზე გამოსული ამირან ძაგანია, რომელსაც გააქვს შეიძლება სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ასპინძელი გუნდისთვის, რომელიც ბევრს ცდილობდა, ბევრი მომენტი ჰქონდა და ამაგვირგვინებელ ფაზაში უჭირდა, მაქსიმალურად გაძლიერდა შეტევა, შემოვიდა სიხარულიძე, შემოვიდა ძაგანია და მასპინძლებმა თავის პროგრამაში ვნახოთ. 100 წუთი გავიდა და რა არის მსაჯის ვერდიქტი? ითელება არათი მხოლოდ არ გააძევეს ოდიკაძე, როგორც ჩანს, გადაურჩა იგი გაფრთხილებას და პარალელურად მატჩი დამთავრდა. 100